ჩემი პიროვნების ნაწილია. ბედნიერება ნამდვილი მაშინ არის, როცა შეგიძლია ვიღაცას გაუზიარო და ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წერტილი ყოველთვის. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ეს წერტილი ყველასთვის გამეზიარებინა, ყველა ჩამომეყვანა და მეჩვენებინა რაღაცნაირად. ის თავისუფლება აქვს, რომელსაც გიხსნის მერე შენ, რომ თან ძნელი არის სხვაგან მოიპოვო ეს თავისუფლება. დაიწყო 1 წლის წინ, როდესაც ჩემი ძმა და რამოდენიმე ადგილობრივი ჩვეულებრივ სამეფო სათავეზე ჩავიდნენ საბანაოდ და ვიღაცეებმა რუსულად უთხრეს, რომ ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ და იქ მათთვის ბანაობა აღარ შეიძლებოდა. ესე ვთქვათ, უხსნიდნენ იმით, რომ ეს იყო უკვე კერძო საკუთრება. დავაი, იდი. დავაი შენს რუსეთში, ბიჭო. შენ ვინ ხარ აქედან რომ მიშო, მაჩვენე, ვინ ახარ რომ მიშო აქედან. შენ ვინ ხარ რომ და უცებ ერთ-ერთი რუსი, ვინც მანდ მუშაობდა, ესე ჩვენ თვალწინ დარწმუნებული ვარ, რომ პროვოკაცია იყო ხარ მისგან, ესე უცებ შორტი გაიძრო და ტრუსებით ჩვენ თვალწინ ჩახტა და აი ადგილი, რომელიც ჩვენი ნაწილი არის, ადგილიდან, რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში იყო ჩვენთან და ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე არის იმასთან დაკავშირებული, ვიღაც რუსი გვეუბნება, რომ უნდა დავტოვოთ და თვითონ ბანაობს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველას მიუღებელი იყო, ძალიან დიდი შინაგანი აგრესია გამოიწვია ამან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეგრევე ბრაზით არ წავსულვართ ჩვენ და თოდა ცივილური გზით გადავწყვეტეთ წასვლა, გაგვერკვია, უნდა ჯერ რა ხდება საერთოდ ჩვენ თავს, იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა, რომ ერთი თვით ადრე თუ არ ვცდები თუ ორი თვით ადრე დაიწყო იქ გარე პერიმეტრზე ღობეების შენება და გვეგონა, რომ დაცული ტერიტორიები აწესრიგებ და ჩასასვლელს, რადგან მანამდე კერძო საკუთრებიდან ჩავდიოდით და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ გაყიდული არის. მოდიხარ და უცებ გაიხუცებ დილაზე ღობეებია და რა ხდება, მე მგონა პირველად მეთქი რაღაც კარგი კეთდება, ალბათ მეთქი რომ რაღაცა ტურისტები რა მე რომ იოლა ჩავიდნენ რაღაც. არც დავფიქრებულა იმაზე რომ რა ხდება აქ, მეთქი კაი რაღაცა საკეთებს ალბათ სახელმწიფო. ბავშვები მე რო არ ჩაუშვეს, მე უკვე გადაწყვიტეს, რომ კორუფციული სქემით მოსახლეობისთვის წაერთვათ ის, რაც სახალხოა და მიეცათ კონკრეტული კერძო მათი პარტნიორი ბიზნესმენებისთვის. მეტირება რომ ვიცი რომ როგორი სიამოვნება იყო იქ, თუნდაც ერთი ჩახტომა იქ რომ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ჩვენ და ის ახალგაზრდობაც ხო იმას განიცდის ახლა, ხო უნდა იმათაც ეს. რაღაცა მახინჯი ატრაქცია უნდა გააკეთონ, რომელიც ამ კანიონში შუაში გაივლის, ეგრეთ წოდებული მილი იქნება, ეს მილი ტროსებით უნდა დამაგრდეს, ყოველ რამდენიმე მეტრში იქნება ეს ტროსებით მიმაგრებული და საბოლოო ჯამში მივიღებთ რაღაც ობობის ქსელივით, რომელიც ეს რკინის ტროსებით იქნება დამაგრებული და ეს ზეთხეც ეგრევე ხო სპოვობს და მე ამ რაღაცა ველურის შეგრძნებასაც აუცილებლად გიკლავს, იმიტომ რომ ამდენი რკინა რო გადადის შენს თავზე და უკვე იქ შეცურვაც მე ფიზიკურად შეუძლებელი გახდება, იმიტომ რომ შენ თავზე რო ვიღაცეები დასრიალებენ, უსაფრთხოც აღარ არის, ხო, ეგ და თან იმას იძახიან, რომ ტურისტებმა რო ზეთხედით ისიამოვნონ, მაგიტო ბილიკი, კიდული ბილიკებიც უნდა გავაკეთოთ. ანუ თუ ზეთხედზე აკეთებ აქცენტს, მაშინ ამ ხედს რატო აფუჭებ ამ ატრაქციითაც, ხო? ეგეც ერთ-ერთი ის არის სისულელე რას კეთდება და თავისუფლებას უზღუდავენ. ჩვენ სიცოცხლეს რო საფრთხე ემუქრება, ხო, როგორ ვიგრძნობთ თავს? აი ანალოგიურად ვთვლი, რომ ზუსტად ეს გრძნობს ახლა თავს კანიონი და ესეთ მდგომარეობაშია. Визер, გამოიძახეს.
ცხებაა და გვინდა მდინარეზე ჩასვლა. წყობილთა შესვლა აკრძალულია. პოლიციას ვუმტკიცებდით, რომ ამის უფლება არ ქონდათ, მაგრამ პოლიცია მაინც გვეუბნებოდა, რომ მოდი ჩავასხმევინოთ ეხლა. თორე ბეტონი უფუჭდებათ და თუ არ ქონდათ უფლება, მე დავაჯარიმოთ და ბეტონი თუ ჩავასხმევია და ამან დააბეტონეს ბუნება, მე რაღა აზრი აქვს, ხო? ჩემი დრო მაგე მოვიკლევო ყველაფერს მასალებს. დიახ, ჩაასხავს და მე მოვიკლევო. მე რას მოიკლევო, აბა რას მიცავ ჩვენ? რას მოიკლევო? მე რა აქამდე რა დაიჟებიან, თუ კანონო დაკეთებ. თუ კანონო იქნება და დაიჟებიან. ცოტა მონოტონური პროცესი იყო, ერთი და იგივე ხდებოდა ყოველ დღე. ისინი გამოუშვებდნენ ბეტონის მანქანას, ჩვენ დავდგებოდით. აიძი. თავისუფალ კამიონს გაუმე! გაუმე! მას შემდეგ რაც მერის ზედამხედველობის სამსახურმა დაადასტურა, რომ ეს ტერიტორია ანაკანონიერად აქვს შემოღობილი, ანუ არ შედის მათ იჯარაში, ისინი მაინც აგრძელებენ ბეტონის ჩასხმას და მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ჩავიდა ამ კონკრეტულ რაღაც ნაგებობაზე, რომ ხელი შეუშალოს უკანონო ბეტონის ჩასხმას. პოლიცია აქ არის, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებენ. ინვესტორის შვილი აგრესიულად შეურაცხყოფას აყენებს სოფელს და ცდილობს, რომ რაღაცა ალიაფით გამოიწვიოს. თითოეული ბეტონის მანქანა, რომელიც შემოვიდა, არც ერთზე საბუთი არ ქონიათ. ხრეშს ადგილზევე მოიპოვებდნენ, მაგაზე საბუთი არ ქონდათ. მოკლედ, რასაც კი აკეთებდნენ, თითოეულ ნაბიჯზე რაღაცა პატარა ან დიდი კანონდარღვევით ხორციელდებოდა, მაგრამ რატომღაც მინისტრის მოადგილე ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. შემდეგ უკვე კარავი დავდგით და თავიდან რომ ეკითხებით, რომ ჩასვლა როგორ იქნება, მაგალითად შეგვეძლება, არ შეგვეძლება, იმათგან იყო ესეთ პასუხი, რომ გარკვეულ რაოდენობას შეიძლება. ამან ეგრევე რომ რაღაც ბრაზი გამოიწვია მოსახლეობაში, მე დაიწყეს შევეცდებით, რომ აი ბალდელები როგორმე ჩაგიშვათ, ოღონდ ვერ შეგპირდებით. და ბალდელებში ყველაზე ისეთი ძალიან გამაღიზიანებელი რაც იყო, ბალდელებში არ მოიაზრებოდნენ გოგოები. იმიტომ რომ გოგო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდნენ ამას, გოგო, რომელიც გათხოვდა, ის შესაბამისად აღარ არის ბალდელი. იმიტომ რომ ის თავის ქმართან წავიდა და იმ სოფლიდან არის. შესაბამისად არც მისი შვილი აღარ არის ბალდელი. მე მეუბნებიან, რომ რადგან დედაჩემი გათხოვდა ქუთაისში, მე აღარა ვარ ბალდელი. როცა დედაჩემს და მამაჩემსაც კი აი ქვევით ამ ხეობაში ყავთ ერთმანეთი გაცნობილი და მან დაიწყო მათი ურთიერთობა, მათი სიყვარული 16 წლისები იყვნენ, რომ აქედან დაიწყო და მე უცებ მეტრიალებიან და მეუბნებიან, რომ არც დედაშენია ბალდელი, არც მამაშენ და არც შენ აღარა ხარ ბალდელია. როგორი უფლებაც აქვს ვიჭშვილს ჩვენს ოჯახში, ანალოგიურად გვაქვს გოგოებს. არ ვთვლის სწორად იმას, რომ იქ შეუძლია რაღაცა აქ რადგან ცხოვრობენ ბიჭები, მაგათი შვილები ჩავიდნენ და დედაჩემის შვილს არ შეუძლია იქ ჩასვლა. ან ჩემს დეიდაშვილებს დაუშვათ, არ შეუძლიათ იქ ჩასვლა ბავშვები, რომლებიც აქ გავიზარდეთ. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც ზუსტად იგივენაირად გაიარონ ის ბავშვობაც, აი ის რაღაცა პერიოდი, იმაგათთვისაც ისეთი დასამახსოვრებელი, განსაკუთრებული იყოს. ფაქტადაც ნახეთ ამ 1 წლის მანძილზე, რომ ეს ქალები ამ ყველაფრის დასაცავად არ შეუძლებელსაც აკეთებენ ხოლმე. იყო ერთი მომენტი, რომ უცებ სოფელს ვერ მივაწვინეთ ხმა და 3 ქალი ძალიან შემთხვევით გაიგო. სამაქალმა რო იქ ზევით ცემენტის ჩასხმას ეწინააღმდეგებოდნენ ბიჭები და უკვე პოლიციას გადაწყვეტილი ქონდა, რომ უნდა დავეჭირეთ თუ რაღაც ისე უნდა მოვეშორებინეთ და ამ სამაქალმა დაახლოებით 30 პოლიციელი ისე გაყარა იქიდან, რომ დანარჩენი ბიჭები შოკირებულებით ვიყავით და მე მივხვდით ყველა ბიჭებმაც აღვიქვით სამხელა ძალა არის სინამდვილეში, ჩვენი დედების, ჩვენი დედის ძალა და მის მერე ყოველდღიურად უკვე კარავშიც ხამებს ათენებენ და ყოველდღიურად ბრძოლაში არიან ჩართულები, რომ ჩვენც რაღაცნაირ მუხტს გვმატებენ.
და გაგაჩერებს, როცა გააქვს იმის, როცა ეთანხმები იმ აზრს და იმის პროტესტს, რა თქმა უნდა, ავდივართ და გარკვეულწილად როცა მართლები არიან. სიმართლე ამათ მხარეს არის და იმიტომ უფრო გაბედულად მივდივართ ჩვენც და ავდივართ იმითი რომ აი რაღაცნაირად უფრო დახმარების მხარდაჭერა გამოუცხადოთ ჩვენს ბიჭებს და ყველანაირად დავანახოთ რომ ესენი მართლა მარტო არ დგანან და აქ ყველა თაობის წარმომადგენელი დგას. ეს არის ძირითადი მიზანი ჩვენი იმის რომ იქ თუ დგას ხანდაზმული მამაკაცებიც არიან მედიან როგორც ახალგაზრდები ისე მაგრამ ჩვენ ქალებს ჩვენი მისია გვაქვს ავდივართ იმიტომ რომ თანადგომა გამოუცხადოთ ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილების მეგობრებს და ასე ამიტომ თან ჩვენი ადგილიც დავიცვათ რა თქმა უნდა შვილებიც ხო უნდა ვატარო შვილები ვატარე შვილი ახლა შვილები უნდა ვატარო ჩავდიოდით ნახულობდით ამ სათავეს მე აღთოვანებული ვიყავით ამით და ძალიან შეგვიყვარდა იქაურობა და ძალიან გვენატრება ხა იქაურობა. ჩვენი ოდაბადი არ იყიდება, ჩვენ ამას შევძლეთ და ჩვენ დავიბრუნებთ ამ ოდაბადეს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით. აი ჩემმა შვილებმა და ნუ ყველა შვილმა ალბათ უფრო ესეთი ის არის რომ იქ ისწავლეს ცურვა. და მე ვიდეოებიც მაქვს ჩემი შვილების იმ რომ პატარა გორაკიდან როგორ ხტებიან და აი ის აი იმისი თუნდაც თითოეულის გაცურვა იმ წყალში და ის რო ჩანს და ის რაღაცნაირად რა სიამოვნებს მან შევსიამოვნებას მაგრამ პირველ რიგში მაინც ნათლისღების დღესასწაულს საჩატარდა და დავრჩით ის ხო აი ეს საოცარია რომ აი ყველა ასაკოვანი მოხუცი რო ჩავა წყალში ჩათბუნებული კოსტუმი აცვია ყველაფერი აცვია და წყალში ჩადის ის აუცრება რაღაცა იქედან პირდაპირ წამოსულა წარმოიდგინე და აი აქ რო გავხდიდით ამ რეზინის ბოთს გადმოვიდა წყალი გადმოსულა და არ გაციებულა ეს ხალი და აი დღესაც ცოცხალია აგერ ხედავ და მე რა ვიცი ალბათ იმას იმხელა ძალა და რწმენა ქონდა იმის დროს რომ არ უნდა გაციებულიყო სხვანაირი ღვთიური რაღაცა არ ვიცი აი ვერც გადმოგცემ აი თოვლი ყოფილა ვერძე თოვლი იყო ჩვენ ჩავსულვართ იქ მდინარეში ბავშვი დიდი იქიდან დაჟე სიცხე რომ მქონდა არც გამიმხელია სახში სიცხიანიც კი ჩავსულვარ იქიდან ამოსული მე რომ მოვედი არც სიცხე მქონდა რა არც არაფერი ჩემთვის რაღაცა აი ჩემთვის კი არა აი ჩემი ხალხისთვის მთელი ბალდელებისთვის ის არის ბევრი რამის მთქმელი ბევრი სხვანაირი სუფლება ეგ არის. შენ იქ სადაც ცხოვრობ, ისე ცხოვრობ, როგორც შენ გინდა და მოგწონს. ეხლა რო შემიზღუდა ამას რა უნდა ვქნა? ადამიანი ვარ, თავისუფლება მინდა. მეც მინდა რომ რაღაც ვიყო ცოტა ხანი მაინც ამ არეულ სამყაროში. რაღაც შევინარჩუნო ცოტათი სიმშვიდე რომ გაუძლო იმ არეულობა და არეულობას რაც ეხლა სამყაროშია. ამასაც რომ მართმევ და თან რომ არც მეკითხები და თან აქეთ მედიტკულები, მე ცოტა უხერხულია. დაცულმა ტერიტორიებმა საერთოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოგვიყვანეს შეხვედრისას ყველა თემაზე, რაზეც კი საუბარი დავიწყეთ, ჩიხში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ სიმართლის ერთი მარცვალიც არ აქვს. არც ერთ ასპექტში, გინდა მატერიალური თვალსაზრისით, გინდა გარემოს დაცვითი თვალსაზრისით, გინდა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ყველა ასპექტში არიან დამნაშავეები და ძალიან ესე ხელის გულზე დევს მარტივად ეს ყველაფერი და როცა ნახეს, რომ სამართლებრივი გზით ვერაფერს ვერ გახდებოდნენ, გადაწყვიტეს, რომ განზე გამდგარიყვნენ და ინვესტორს, ესე ვთქვათ, ხელები გაუხსნეს და მიდი იმოქმედე ცოტა ბინძური მეთოდებით. ინვესტორმა პირველად იძალა და ფიზიკურად თან იძალა და დაცული ტერიტორიების ოფისში, კანიონების დირექტორის თვალწინ და დირექტორსაც მოუწოდებდა, რომ თვითონაც ეძალა და რომ წიხლით უნდა გამოვიყარეთ თურმე იქიდან. არქივუთას საჯარო არის. არა, ჯერ ვინ შემოგზავნით აქ? აი, ქალბატონმა შემოგვაცხადა. ვინ ქალბატონმა? ჩვენ ჯერ უნდა ვიყიდით. აი, სამორდა საჯარო. არა, აგერ გაშვენე მე რა გამორთე, გადაილაპარაკე. ვით შემოგვიყვანეთ? ია, გავწევდი გარე. მოდი და გავწევდი. როგორ? რა უნდა გიქნას? როგორ? და აი, არში ხელი შენ არ შეეხო, ხელი შენ არ შეეხო.
ამაზე აღიძრა საქმე, დაზარალებულად გვცნეს, მაგრამ ინვესტორი წინასწარ პატიმრობაში არ დატოვეს, გირაოთი გამოუშვეს გარეთ. ამ ამბიდან ერთ თვეში ინვესტორი ისევ ძალადობს ფიზიკურად თამაზ რუხაიაზე, ოღონ ახლა უკვე ჯგუფურად და კვლავ გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ. ინვესტორის მანქანა, წარმომადგენლის მანქანა გავაჩერეთ, იმიტომ რომ ნახეთ, რომ სამუშაო მასალა რაღაცა ქვიშა თავისი მანქანით, პატარა მანქანით გადაჰქონდა. და არც ისურვა მანქანა წაეყვანა და 4 დღე ეს მანქანა სავალ გზაზე იდგა. დიდი მანქანა რო არ გავატარეთ, პატარა მანქანით დააპირა. მასალის შეტანა და ვიტო ხომოდი გადააყენე მანქანა რატო კედა გზა წაიყვანე იქით მანქანა მოაშორე 112 პოლიცია ხარ სავალ ნაციზე მანქანა რო გავაჩერო შია რასუშო შია მასავალ ხო ვარ ხო მაჯარიმე ჩოლებრა და მაჯარიმე ხო ამის პირობას არაერთხელ დავრეკეთ პოლიციაში მოვიდნენ სამჯერ მოუწოდა პოლიციამ რომ ეს მანქანა გზიდან გადაეყვანა ჩვენ გადაკეტილი გქონდა გზა მხოლოდ ინვესტორისთვის და ინვესტორის წარმომადგენლებისთვის სხვა ჩვეულებრივად გადიოდა ყველა მაგრამ ინვესტორის წარმომადგენელმა უშუალოდ აგერხა შუა გზაზე დატოვა მანქანა და უარი განუცხადა პოლიციას მანქანის გადაყენებაზე პოლიციელებმა კარგად ნახეს შეურაცხყოფილად როგორ მიმართავდა მთელს სოფელს ეს ინვესტორის წარმომადგენელი პოლიციელებს ასევე ვაჩვენეთ ბავშვებს არასრულწლოვან ბავშვებს როგორ ემუქრება კომპანიის წარმომადგენელი თვალების ამოჩიჩქვნით და ხელში დაჭერით ეს ყველაფერი პოლიციას ვანახეთ და მაინც ამ ყველაფრის ფონზე თითქოს არ უნდათ მაგრამ უწევთ რომ მფარველები იყვნენ მათი და მათი რაღაცა ისე ვთქვათ შეიძლება ეთქვას ბრძანებები ასრულონ რა შეიძლება ეს იყო განზრახ გაკეთებული და მცდელობა იმისა რომ თითქოს გაბრაზებული მოსახლეობა ამ მანქანას რამეს უზამდა ან თავისი ძალებით გადაათრევდა გზიდან ან რაღაცა მსგავსი მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზამთ არავითარ შემთხვევაში და არც იმის საშუალებას მივიცემთ რომ ჩუმად გააპარონ აქედან მეოთხე დღე არის ეს მანქანა ხას ინვესტორის წარმომადგენლის მანქანა რომელმაც დემონსტრაციულად პოლიციის თვალწინ დატოვა არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებებს და ესე ნაგლად ადგა და წავიდა მას მერე საფრთხეს მოსახლეობას ტურისტებიც ყველა ვრეკავთ 112-ში ინსპექციაში მერიაში გუბერნატორთან და როგორც იქნა მეოთხე დღეს მოვიდნენ და მიყავთ კომპანიის წარმომადგენელმა, როცა ამოსული იყო და მისი მანქანა ის 4 დღე რო დაგვიტოვა აქ მძევლად, მაშინაც ასე გითხრა, აი ამ სახეს ხო უყურებთო, კაცო. ამის ყურება მოგიწევთო ბალდელებს 24 საათის განმავლობაში. იმიტომ რომ ბალდა ჩემია, აი ასეთი იმითი ჟესტებით. ბალდა ჩემია, თქვენ კი ყოველ დღე გეგმებათ პოლიციაში სარბენი. კომპანიას კანიონი 340 სასამართლოს ჩანიშნამდე რიგი მიზეზების გამო თუნდაც ერთი რო ჩუმად კორუფციული სქემით მიიტაცეს ბალდის კანიონი იზალადეს ადგილობრივ მოსახლეობაზე იზალადეს ადგილობრივ ყველაფერი კარგად იცის პოლიციამ ორჯერ იდარა იზალადა ადგილობრივ მოსახლეობაზე ორივე საქმეში ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალებულად არის ცნობილი პროკურატურის მიერ და სასამართლოში არის ორივე საქმე მეორე კანიონის გაიჯარება მოხდა ჩუმად კორუმპირებული ადამიანების მიერ დაცული ტერიტორიების ყოფილმა თავმჯდომარემ დაალაგა სქემა მერკულაძეებთან ერთად ჯიგრულად იქ რუსული ფულებით ჩაიგდეს ხელში ბალდის კანიონი მარტვილის კანიონი ოკაცე სათაფლია პრომეტე ეს ყველაფერი ასე მიითვისეს და თქვენ გინდათ რომ რუსულ ფულთან თქვენ პრობლემა გაქვთ რუსულ ფულთან და ასე რუსებთან აქვს ყველაფერს პრობლემა ანუ არ უნდა გქონდეს რუსებთან პრობლემა ამასიძე ანუ თქვენ არ უნდა გქონდეს ამასიძე არ უნდა გქონდეს ეხა მერკვილაძე რუსეთის საქმეს რო ალაგებს იქეთ მაგაზე არ უნდა გქონდეს ხო პრობლემა ახსენებთ რუსულ ფულს ხო და გიხსნი მე მერკვილაძე ერთ-ერთი დამფინანსებელი რომელი თქვენი ერთ-ერთი დამფინანსებელი რომელიც თქვენი შემახვა კურტკა შემახვა ერთი წელიანი რა შეიძლება
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს აქ ხართ. გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, გაგაჩნიათ იმის შეგნება რომ ეს არ არის მარტო ბალდის პრობლემა და ეს არის თითოეული შეგნებული ადამიანის პრობლემა პირველ რიგში. რომ არ მიატოვეთ ბალდა და დღეს ერთად უნდა შევეცადოთ ძალიან მშვიდობიანად ჩავატაროთ ეს აქცია და არ წარმოვიღოთ არანაირ პროვოკაციას. ეს არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ეს არის ის, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ადამიანებად ჩამოყალიბებაში. შეიძლება ბალდელების ოდაბადეა, მაგრამ ეს ცნება თითოეულ თქვენგანში დევს. რადგან დღეს თქვენ აქ ხართ და ეს ცნება და ეს ღირებულებები თქვენში არის. სხვანაირად აქ არ იდგებოდით. გავყრით, შემოვლენ. რაღაც პერიოდს დაიგულებენ, რომ არ ვართ ადგილზე, ისევ შედიან. ველური ბუნება ისე უნდა დარჩეს, ხო შეუქმნელი. განცდა ეს არის რეალობა, რაც თუნდაც ბალდაში ხდება. აღიძ სიმართლის არის. სოლიდარობა გაჭა, იაფურა, ახალი, აკადემიური, ოდაბადე არ გაიხდება. სოლა ბალდეს ამისგან შეიძლება. იქაც ხოსროვანი თვისი თვისი პენდერა ხოლე კონდელო არაბალდელი ვიყავით მხარდაჭერის პროცესში ჩართულები. ჩვენც აღარ ვართ დღეს უმცირესობა და მთელი საქართველოდან უამრავი სხვადასხვა ადამიანიდან მოდის მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით, რაც ვნახეთ ამ აქციის გარშემო. ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანების მობილიზაცია იყო ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან გამამხნევებელი. იმიტომ რომ ვიღაცა თავისი სახსრებით ბეჭდავდა ბანერს, კიდევდა საიდანღაც, ავრცელებდა ვიდეოებს, ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ ყოფილა ბალდაში და არც ერთ ჩვენგანს არ იცნობენ, დგებოდნენ და წერდნენ ლაივებს, რილებს და სხვებს მოუწოდებდნენ, რომ 29-ში ჩამოსულიყვნენ. და ეს არის სინამდვილეში დასტური იმისა, რომ ყველასთვის სამწუხაროდ გარდა საჯარო უწყებებისა ცხადია, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც არის ყველა ჩვენგანის. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც კითხვა დავუსვით, რომ რამე კვლევა თუ გაქვთ ჩატარებული, ანუ ეხა ხო ინტერვენციას ახორციელებთ ბუნების ძეგლში, რომელიც დაცული ტერიტორია. რამე კვლევა გაქვთ ჩატარებული ბიომრავალფეროვნებაზე, რაზე გავლენას მოახდენს? აღმოჩნდა, რომ ესეთი კვლევა არ აქვს ჩატარებული. და როდესაც ნახევარი ის გაანადგურეს, მერე მოვიდნენ რა კვლევის ჩასატარებლად. აი ეგეთი რაღაცაც გითხრა დირექტორის მოადგილემ, რომ ანუ რაო, ეხა იქ მიკრობების და ბაქტერიების შესწავლას ხო არ დავიწყებთო, ანუ აი სრული შოკი მქონდა, რომ რანაირად შეიძლება, რომ ესეთი ადამიანები მართავდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ანუ საერთოდ სხვანაირად ესმის დაცული ტერიტორიის იდეა და საერთოდ არ ესმით, მეცაც გეტყვით, საერთოდ არ ესმით. ეს მოვალ არ გიმოწევი ამას გაკეთებს იმას გაკეთებს მე რაღაც არგებელი მოახსენს ბალდისათვის რა იქნება მეთქი მე ვთხარი და თქვენ აქ 4 ჯახი მე არ ცხოვრობ 4 ჯახი ცხოვრობ ეს ფასო გეკნება თქვენ მარტო 4 ჯახია ბალდა 300 კომიცო მე ვარი ვითხარ რა როგორ შეიძლება ეს ბუნება ბევრი ბუნება ხელს შეხვდები უნდა დაარჩეს ეს რა უნდა ჩაბეტონა აქედან დავიდან დატოვებული მთელი ჩანჩქერის ბოლომდე მთელი ყველაფერი მე ფერკით შემოვიდა მეგობრებთან ერთად ახლობლებთან ერთად ბევრი ექსკურსიები გვაქვს გავლილი ბავშვებთან ერთად მე ბავშვი ვიყავი მეც ექსკურსიაზე დავდირი და იგივე სიტუაცია უნდა გაიარო და გაზრდა შვილება რომ აქაური სიყვარული ესწავლო აქაური სიყვარული მოატარონ და იგი ოპოზიცია გულის რაც დღესდღეობით ჩვენ გვიჭირა ამ დგომ ხალხს დღეს პარაშუტით დავა იმიტომ რომ ეს დაგვიტოვა ჩვენ ჩვენმა წინაპრები უნდა ჩვენც ვქნებით ოდესღაც წინაპრები რომლებსაც უნდა დაუტოვოთ ამ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ეს სიყვარული და სიყვარული იმდენი ხეები მოჭრეს ახლა მანდ წარმოიდგინე ისეთი ლამაზი ის ქვებზე ის ხავსები იმით სავით რო იყო ფარდაგები რაღაცა ლამაზად და ჩამორეცხეს ის და რა დღეში მდინარე ის იყო საშინელი მათ ამღურეული და ის იმდენი ის იყოს ის სილამაზე შვილო და სხვა რამე გააკეთონ იქ გასაკეთებელის მეტი რა არის ეს იყოს აქ
ჩემ სახლში, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, ხო? ოდაბადე რო ქვია იმას, ჩემთვის მოდიხართ, მაგდებთ იქიდან და რაღაცას თქვენ გემოზე აკეთებთ, ისე რომ მე არაფერს არ მეკითხები, ეგ არის შეურაცხყოფელი და უსამართლო და ამ უსამართლობაზე მესაუბრეთ მაშინ. თქვენ ხართ განაწყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ უსამართლოდ მოიქცა დასავლური ტერიტორიების სააგენტო და როგორი სარგებლის მომტანიც არ უნდა იყოს თქვენი სოფლისთვის, ეს არ გაინტერესებს, იმიტომ რომ ვერ ხართ შეურაცხყოფელი. თუ ეს მაგარი რაღაცა ხორციელდება კანონდარღვევით, ჩვენ არავით არ შემთხვევაში ამაზე თვალს არ დავხუჭავთ. ჩვენ არ ვიცით სასამართლო როდის შეინიშნება, ეს იქნება 1 წელში, 2 წელში თუ რამდენ ხანში იქნება. ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ ტალახიანდება მდინარე პერიოდულად, როგორ რეცხავენ კლდეებს. იქ აცლიან ხავს, აცლიან მიწას, ერთი ბეწო მიწადებს იმ კლდეებზე, რომელზეც არის დამაგრებული ის ხეები და ეს ხეები შემდეგ ცვივა ამ წყალში და გვეუბნებიან ზოგი თავისით ჩამოვარდა, ზოგი თვითონ მოჭრეს და ეს გარემომ დააფიქსირა კიდეც და ამის უფლება გვაქვს იძახიან და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ყველაფერს ყოველდღე უყურებთ იქ უსაფრთხოების ზომები რო არ იყო დაცული, შველი გარდაიცვალა და ასე შემდეგ. ჩვენ მიგვაჩნია რომ ძალიან სასწრაფოდ ეს უნდა შეჩერდეს. მოსახლეობა მიცოდა ეს ყველაფერი? არ ყოფილა მე მგონი გასაგებად იყო სოფლის უნდა იყოს მთლიანი. რა თქმა უნდა და არ ყოფილა საჯარო განხილვები ყველა მერტად ეს არის ზუსტად ის რის გამოც ჩვენ მოვითხოვეთ სრულიად სამართლიანად რომ შეჩერებული იყო ეს პროექტი. ყველას უნდა რომ სოფელი განვითარდეს, მაგრამ უნდა განვითარდეს და არა გაიყიდოს. ეს არის პირველი შემთხვევა სამწუხაროდ, როცა გარემოს დაცვის სამინისტრო ამ ფორმას მიმართავს, როდესაც უკვე გადაწყვეტილ პროექტზე იმის შესახებ თუ რა უნდა გაკეთდეს, ხო, რა ფორმა უნდა მიიღოს იქ ამ ბუნების ძეგლის მართვამ, ამის შემდეგ მოდის და ხალხს ეუბნება რომ პრეზენტაციას ჩაგიტარებთო. ეს არის არა მხოლოდ კანონდარღვევა, ეხლა ეს იურისტებისთვის არის 2-4 რა ეს კანონდარღვევა და თქვენც ახსენით რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი რამდენად მნიშვნელოვანია. არამედ ეს არ ღვევს ამ ხალხის უფლებებს. რო გონია რომ ეხა უარესი რა უნდა მოხდეს, ხო? თავიდან გვეგონა რომ შველი მოკვდა, მორჩა მეტი რა უნდა მოხდეს. თურმე სადუბანაობთ. მერე მანქანით გადაკეტეს მთავარი გზა, მგონია რომ აჰა, მეტი რაღა გინდათ ხალხო ხო ხედავთ. და ეგეც არ კმარად ვაკვირდებოდით, რომ ინვესტორი გეგმავდა ადგილობრივების ხელით რაღაცა პროვოკაციის მოწყობას და კვლავ იმ ნარატივების გამოშვებას, რომ აი სოფელში დაპირისპირება არის და სოფლის დიდი ნაწილი მომხრე არის ამ პროექტის. ჩვენ ამას ძალიან მარტივად მივხვდით, ვაფრთხილებდით მოსახლეობასაც, ვიდეო მიმართვებსაც ვაკეთებდით, რომ იგეგმება რაღაც მსგავსი და ფრთხილად იყავით, მოუწოდებდით მოსახლეობას და მალევე მინდია ბჟალავა დაჩეხეს სასტიკად დანით, მინდიას ძმა არჩილ ბჟალავა, მოგვივარდნენ კარავში შეიარაღებულები, ცეცხლსასროლი იარაღით და ხანჯლებით. იღებენ თავდასხმის ვიდეოს და კროპავენ ისე, რომ თავდამსხმელის მარტო სახე ჩანდეს, რომელიც ყვირის, რომ რატომ მივარდებით სახლში და არ ჩანდეს მისი ხელები, რომელსაც ამ დროს უჭირავს დანა. და ამ ტიპის კომპანია, რომელიც ამას კადრულობს და ცდილობს ამის ტირაჟირებით, რომ ვიღაცა შეცდომაში შეიყვანოს. წინა რიგებში, ასე ვთქვათ, გამოყვანილი იყავთ კომპანია, რომელიც უკადრებელს კადრულობს უკვე, რომელიც მზად არის, რომ ადამიანების სიცოცხლე გარისკოს, ოღონდ კი საკუთარ კომფორტს არ შეექმნას საფრთხე, ოღონდ კი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს მათი ფინანსური მოგება, რომელსაც ელიან ამ კანიანისგან. და მეორეს მხრივ ყავს საჯარო უწყებები, რომლებიც უბრალოდ ჩუმად არიან. ამის საათები იყო, როდესაც ხმაური მომესმა იქეთ ქვევიდან, გადავედი სავალ გზაზე და ვნახე, რომ ერთი ცხენით გადაადგილდა და მანქანის შუქები უკვე ზევით ადიოდა ზედაგზ აღმართს. მაშინ ვიფიქრე, რომ ესენი კარავისკენ დაიძრნენ და შემოვუნდი ჩემს მეუღლეს ვთხარი, რომ წავიდეთ კარავისკენ დაიძრნენ მეთქი. როდესაც დავეწიეთ ამ მანქანას, პირველი ის იყო, რომ მანქანის საყვირის ორი პატარა წყვეტილი ისმის და გამოსცა ჩემმა მეუღლემ ხმა მანქანით მიანიშნა, რომ გზა დაეთმო, მაგრამ ამაზე გაბრაზებულმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, მოუვარდა ჩემს მეუღლეს და ეუბნება, ვისու სიგნალე ბიჭო შენ, ანუ ჩვენს მისამართი დაიწყო გინება და რაღაცა მისთანები.
ჩემმა მეუღლემ უთხრა გასაგებიაო დაწყნარდიო ოღონ გამატარეო რა ჩემს გზაზე მე ჩემს გზაზე გამიშვი. მაშინ იყო მეორე ძმამ რომელიც ხენით გადაადგილდებოდა იმან დაუძახა რომ როცა ეს ჯდებოდა თავის მანქანაში არ გაატარო ესენიო და ჩვენს მისამართით შეიგნა არა გაუშვაო ეგ მანქანა. და რამოდენიმე მეტრით არ ვიყავით ისე გასული არ იყო რომ ისევ გააჩერა მანქანა გადმოვიდა გადმოიტანა იარაღი და წამოვიდა პირდაპირ ჩემი მეუღლისკენ და პირდაპირ მინის მინაში შეუშვირა დაწეული ქონდა მანქანის მინა და პირდაპირ სახესთან ქონდა ასე ახლოს მიდებული რომ გადმოდი მანქანიდან უთხრა. მე მითხრა ის რომ მეორე ხელში დანაეჭირაო ეს შევამჩინო და მე ვერ ხედავდი იმიტომ რომ ის იქედა მხარეს იჯდა. მეორე ჯერაც რო უთხრა რომ გადმოდი მანქანიდან რომ გეუბნები არ გესმისო აი მაშინ ვიფიქრე რომ არა ჯობია რომ მე გადმოვიდე და ჩემზე გადმოვატანინო ყურადღება იქნებ ხალი ვარ და ცოტა აზრზე მაინც მოვიდეს იქნებ დაველაპარაკები და რაღაცა ცოტა მაინც დავამშვიდო მეთქი და მეთქი აქეთ მოდი გელა ჩემთან რა დღეში ხარ მითხარი შენ არ იცი შენ სწორი ინფორმაცია გაწამოვიდა თან და მე უკვე მე დამემიზნა იარაღი აი რომ უცლის არეში აი ასეთ ადგილას და თან მეუბნება რომ ისა მე არავის საკინებელი ოჯახი არ მაქვს და რაღაცა და ხოლმე მეც უხსნი იმას რომ არავის შენი ოჯახის მითითებით არ უგინებია არასწორი ინფორმაცია გაქვს მოდი მომისმინე მოდი დავმშვიდეთ ყველაფერს მოგიყვები რა ხდებოდა რა არა მაგრამ არც მოსმენა უნდა და მას ჩემი აი მაშინ უკვე მინდია ვფიქრია რომ რადგან არ მშვიდდება შეიძლება ჩემთვის რამე დაეშავებინა და გადმოხდა მანქანიდან ეგ ბავშვი და ეგ ბიჭი ეტაკა იარაღს და აი აქ და უკვე შეიბნენ რა ისე რომ მინდია ცდილობდა იარაღის დარტყმებას ეს არ აძლევდა ამ იარაღს მეორე ხელით რომელშიც დანაეჭირა ჭრიდა ამბავს იმიტომ რომ მე ყვება უკვე იმას რომ რაღაც მწვავდა მაგრამ ნუ უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა როგორც იქნა გამოსხრიდა ამან ეს იარაღი და გადააგდო ყობეს იქეთ ეზოში ყობეს იქეთ და ამან უფრო გაამწარა საწაიღი იარაღიო რო უთხრა გადავაგდეო მინდიამ როცა უპასუხა მე უკვე დანით უკვე ჩანდა დანა დანით გამოუდგა და მაი ჩვენი პირადი მანქანის გარშემო დაზდებდა დანით აქ ჩემთან ერთად ქალბატონი რომელიც იჯდა იმის გადმოვიდა იმას შეუმჩნევია რომ მინდიას ყური გადაჭრილი ქონდა აი ასე და ეკიდა ნახევარი ყური ასე და თან სისხლი მოდიოდა ძალიან დიდი რაოდენობით და ეს რო შეამჩნია მე უკვე ჩახტა თავის მანქანაში და დაიძრა კარავისკენ საბედნიეროდ მოვახერხეთ რომ ეს ხალხი განვაიარაღეთ ისე რომ არავინ არ გარდაცვლილა და როგორც წესია ისე ჩავაბარეთ სახელმწიფოს რომ სასამართლოს გზით მოგვარებულიყო ეს პრობლემა იმიტომ რომ მაგაშიც დარწმუნებულები ვიყავით რომ ჩვენ რაღაცა ფიზიკურ დაპირისპირებაში რომ შევსულიყავით უეჭველი აქეთ მოვხვდებდნენ შარს და აქეთ დაგვაბრალებდნენ რაღაცნაირად მოვთოკეთ ეს ემოციები კანონის ფარგლებში გაგვეკეთებია ყველაფერი და მეორე დღეს ხდება ეგეთი რაღაცა რომ ყველაზე ალბათ უბოროტო ადამიანი, ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთი ჩხუბის ფაქტიც კი არ აქვს. ანუ ერთხელაც კი არავისთან არ უჩხუბია სოფელში. ეგეთ ადამიანს იჭერენ იმის ბრალდებით, რომ ვიღაცას დაემუქრა ვითომ. აქ რომ მომეჭრა ის ბიჭი და შეურაცხყოფა რომ მომაყენა ინდიკო ბჟალავა მოკლით მემუქრებოდა მაგინებდა ლანძღავდა სახს დაგიწვამთო ასე მეორებდა ესეთებო ძალიან შეურაცხყოფა მომაყენა მარგავი ვიცინო მარგავი მეგრული. რაში გაინტერესებს? მე მიცნობ ვინა ვარ საერთოდ.
რა გინდა? მამიხსენი რა გინდა ჩემ გაშვილო, ვიღაცა ხარ. ხათალი ვარ და რას მივარდები და რას მილანცხები ხა. რატო გვაგდებ შარზე, რა გინდა? რა ბარასაყვირი ხარ და რას მოდიხარ აქ, ვინა ხარ? რა გინდა დაგიშავე, რამე რას მივარდები? რუსტად, ლანწყო, ხალი ვარ და შეულეთ ყობას ნაყარებ ჩემკარე. რა გიჩეთ ხონდა, ბიჭარა მესტებესა. საათი რა გინდა? რეალურად ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ინდიკო ბჟალავა დააკავეს სავაჭროდ, რომ გვევაჭრონ და მეორე მიზეზი ამისა იყო, რომ ინვესტორს სურს რაღაც PR კამპანია ააგოს ინდიკო ბჟალავაზე, რომ თითქოს ინდიკო ბჟალავას მუქარის ბრალი იყო, რომ ამ ძმებმა ხურცილავებმა იძალადეს და დაჩეხეს ხალხი. და ცდილობენ, რომ აი ეს ხალხის დაჩეხვა გააპრაონ ამ ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ სხვა ამას არაფერი არ ქვია. ცდილობენ კაცის კულა გააპრაონ და ამას აკეთებს მათი ადვოკატიც, რომელიც სპიკერად მოგვევლინა რამოდენიმე დღის წინ და იძახის, რომ აბა რა უნდა ექნა ამ ხალხს, მის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენეს. და რატომ მიიღო ამ ხალმა თავის თავზე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ არც ოჯახს და არც მის მეუღლის სახელი იყო ნახსენები, არც ოჯახი, არც შემოვლენებითაც კი არ მიუხედავს მისი ოჯახისგან. ნუ ეს იყო ეს ისევ და ისევ ერთ-ერთი პროვოკაციის ნაწილი ეს, რომ თან გადაღება დაუწყო და ნუ ათასნაირი სიბინძური. მეორე დღეს ეს ბავშვი აიყვანეს, დააპატიმრეს, ხოლო ერთ-ერთი მოწმე, ვინც არსებობდა ამ ყველაფრის სინამდვილის, იმ ქალს ჩვენება გაუყალბეს. გაუყალბეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ რასაც ეს ამბობდა ის ხალი იმას არ წერდა, ნუ ისიც ცნობილია უკვე ყველაფერი. რამბოს მაგამ დღეს რომ მიცა ინტერვიუები დავინახე, მოვისმინე, არაფერი დიკოს ისეთი არ უთქვი. ეს არის ტყუილ. თვითონ იღება. მე ასე მოვისმინე ეს და აი გუშინ და სხვა დროს არის მემუქრებიან და რო ამბობს სხვა ინტერვიუ რომ მიუცია იქ ეს არის ტყუილ. რეალურად ინდიკოს დაკავება მოხდა პროკურორის მტკიცების თუ რაცა შუამდგომლობის საფუძველზე, თითქოს ინდიკოს გარეთ ყოფნა ამ 2 თვის განმავლობაში შეიძლებოდა ყოფილიყო დამაზიანებელი გამოძიებისთვის მტკიცებულებების მოგროვების პროცესში, ან მას რაიმე ზეგავლენა მოეხდინა მოწმეებს. რაც ნუ ტექნიკურად იყო იდეაში არგუმენტი, რომელიც მოიყვანა პროკურატურამ. მიუხედავად იმისა, რომ იგივე სასამართლოზე ინდიკოს მხარემ წარადგინა 330 სოფლის მოსახლეობის სასამართლომდე რამოდენიმე საათით ადრე. საათი 1-2-3 საათს მუშაობდი ჩვენ აქ მიწია. იმ ხელ იმას მოწერაზე პრობლემაზე და 330 მე ვიყავი 330 იყო. მე ბალდაში მარტო და მე თბილისიდან. თბილისიდან კიდე. ხო, თბილისიდან კიდე 200-მდე იყო. ახლა გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურდა ის, რომ არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები, რომელიც მართლა წარმოაჩენს ინდიკოს მხრიდან სახლის გადაწვის, სიცოცხლის მოსპობის და სხვა მუქარებს, შესაძლო მუქარას ამ თავდამსხმელების ოჯახის წევრის მიმართ. პრობლემა ჩემი პირად ყველაზე დიდი ის არის, რომ როცა ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს არ მოხდა. ამაზე ვისაუბრეთ. ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს კონკრეტულ ახლა ამ ადგილზე ხდება. თუ ამ ადგილზე ესე მოხდა და ესე დაუშვეთ, ესე იგი ყველგან ესე მოხდება. აქეთ გადავებიან ახლა რომ დაზარალებული ესენი კი არაო, ისინი არიანო. თურმე ხელები გავბოჭიეთ ამათთვის და ისე ისხდნენ ესენი კარვის წინ. რაღაცნაირად შეძლეს და ესენი განაიარაღეს. მილიმეტრებში აცდა მთელი ბარტიას გიგას მოხნეული დანის ყელის არეში. მილიმეტრებში. რა პასუხს მისცემდა მამამისი იქ იდგა იმ ბავშვის მამა. იარაღი აღები ჩვენ წინა. ჩვენთან ისდები. ჩემ თვალწინ გაიზარდა ის ახალგაზრდა ბიჭები.
არაფერს არ გვაგდებენ, ესე იგი ისე რომ თვალჩინასაც ვარყიან, ამოჩად გიგდებენ, უკან დასახებით გზას აბიტოებენ. ისინი ისეთი რამე ჩადიან აქ სოფელში. ბოლო შეარაღება რომ მოხდა, შეარაღებათა დასვა რომ მოხდა, მაგათი ბრალია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლების. ამათი ბრალია ეს. ამათ ეკისრება ეს. სოფელი თუ გაერთიან და ვინც არ უნდა იდგეს მათ წინ აზრი არ აქვს ვერ რაჯობებს სოფელს და ეს რომ იმათმაც გააცნობიერეს დაიწყეს შიგნით რაღაც მაიმუნობა, მაგრამ ეგეც ძალიან დროებითი აღმოჩნდება, იმიტომ რომ ჩვენ განელოდებიან ყველაზე მეტად რომ ჩვენ გამოვიჩენთ აგრესიას ამ სოფლელების მიმართ, რასაც არ ვისამთ არც ერთ ვარიანტში. ეხა ვინც ყავთ სინამდვილეში მაგათ, ეგენიც თავიდან ჩვენთან ერთად იბრძოდნენ. მაგრამ უცებ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მიზეზებზეც რო დავიწყოთ ლაპარაკი, არა აქვთ არაფერი მიზეზი, უბრალოდ ესე მაწყობს, ესე გვეუბნებიან ხოლმე, რომ ესე მაწყობს, რომ ეს მოხდეს. არა და ჩვენც ვიცით და თვითონაც ბევრჯერ ინტერვიუებშიც აქვს ნათქვამი, რომ ხო, სიგიჟეა და არ გვაწყობს, მაგრამ ეხა რაღაც პირადი ინტერესი ალბათ უფრო მახვალზე დადგა და სამწუხარო, მაგრამ ისე ხდება. ჩვენი ვალდებულება არის, რომ რაღაცნაირად გამოვაფხიზდოთ, რაც ვიცით, რომ შეგვიძლია რა. 21 საუკუნეში დაცულებისგან დაცული ტერიტორია თვითონ დასაცავი რო გაგიხდება მოსახლეობას თვითონ შენ დაცულებისგან რო უნდა დაიცვა ეს სირცხვილია უბრალოდ. ინდიკო რჩება სრულიად უსამართლო დაუმსახურებელ უკანონო პატიმრობაში. პროცესი მიმდინარეობს, გამოძიება თავისთავად მიმდინარეობს, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი საქართველოს იმედიც, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდება ინდიკო. ინვესტორს აძლევენ უფლებას, რომ სრული განუკითხაობა მოაწყოს. ინვესტორი ძალიან დიდ რესურსს დებს იმაში, რომ ეს პროტესტი გააშაოს, სახელი გაუტეხოს ხალხს და სხვადასხვა დონეებზე მოახდინოს. ეს თუნდაც ქუჩის დონეზე, თუნდაც მოსახლეობის დონეზე. რამდენი დაპირისპირება, რამდენი წნეხი, რამდენი დამცირება, შეურაცხყოფა, როგორც პირადი, ასე ოჯახებზეც, მაგრამ ვითვენთ, იმიტომ რომ საერთო საქმე უნდა გაკეთდეს და ეს ბალდის კანიონი უნდა დარჩეს ისეთი, როგორიც არის და იყო. უნდა იყო და ეს, იმიტომ რომ ეს არის შუაგული სოფლის. აი ამ განვითარების არგუმენტით, როცა ამ ტიპის პროექტი ხორციელდება და საუბარია იმაზე, რომ ვითომ მოსახლეობა აქედან ძალიან დიდ სარგებელს ნახავს ეკონომიკურს, ქვეყანაში გვაქვს ოქროს მოპოვება, მანგანუმის მოპოვება, რომელიც კოლოსალურ კაპიტალს ატრიალებს და ეს რეგიონები არის ყველაზე განადგურებული, ყველაზე მომკვდარი, ჭიათურა ისევე როგორც ბოლნისის ტერიტორია არის სოციალურადაც, კულტურულადაც, ეკოლოგიურადაც ყველაზე გაძარცვული. ანუ უდაბნოდ არის ეს ტერიტორიები ქცეული. ის ადგილები, სადაც იდეაში ყველაზე დიდი ფული იწარმოება, იშოვება და ექსპორტირდება უდიდესი რაოდენობის რესურსი. ხო, ანუ ინვესტორის მოსვლით გამდიდრების ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ ჭიათურელი ხალხი ყველაზე მდიდარი უნდა იყოს. მაგრამ რეალურად ეხა მე პირადად ნანახი მაქვს, რომ სახლები არის შუაზე გადაპობილი რა. ჩაძირული აქვს. ჩავარდნილი არის, დანგრეული არის და რანაირად ახერხებენ კიდე იქ ცხოვრებას, ეგეც მიკვირს და ჩვენც მაგას არ გვიმტკიცებდნენ, რომ აი მე რო ამ პროექტს გავაკეთებო, თქვენო ბალდელები გამდიდრდებითო და როგორ? ხო, აი ხო კითხეთ. ჩვენი გამდიდრება ალბათ იმისთვის იმას გულისხმობს, რომ რაღაცა 800 ლარიან ხელფასზე დაგსვავს. თან რამდენად? ხო, აი რამდენს მაქსიმუმ 10 ადამიანი და 15 მაქსიმუმ. მეორე მხარეს კიდე არის ვარიანტი, რომ იყოს ხია, შეძლოს ნებისმიერ დამსვენებელს, ტურისტს, ქართველს
ადგილობრივს შეძლოს შესვლა უფასოდ. ამასობაში მე შემიძლია აქ გავაკეთო გესტჰაუსები, კოტეჯები, სადაც ჩამოვლენ დამსვენებლები. შეიძლება ამ წელს ჩამოვიდეს 2 დღით, მაგრამ მე დარწმუნებული ვიქნები, რომ ის შემდეგ წელს ჩამოვა 1 კვირით, იმიტომ რომ აქ ფული არ ექნება გადასახადი მარტო შესვლაზე და შეიძლება უფასოდ მიიღოს ის რეალიზაცია. ეგ სტატისტიკაც გვაქვს ბალტაში. ჩვენი სოფელი რასაც თავაზობს. ანუ აქ ჩამოსული ადამიანი ბრუნდება დიდი ალბათობით უმეტესობა, 1 დღით ვინც იყო, ის მოდის 2 და 3 დღით და რეალურად ბალდას აქვს მაგის პერსპექტივა ზუსტად, რომ ვიღაცა მოვიდა, წავიდას პრინციპით, ვიზიტორი კი არა, დამსვენებელი მოვიდეს, რომელიც რამოდენიმე დღის განმავლობაში დარჩება რა. ამ პროექტზე ხარ რა კუთხითაც არ ვიფიქრეთ, რომ თუნდაც ესე ფინანსური სარგებლის კუთხით, თუნდაც ეკოლოგიის კუთხით ასე შემდეგ, ხო, არც ერთ ვარიანტში კარგი პროექტი არ არის რა. მარტო ჩვენი არ არის, ეს არის ნებისმიერი ქართველის და გვინდა რომ ყველა ერთად დავდგეთ, იმიტომ რომ დღეს ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ, მაგრამ დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ეს პრობლემა დაგიდგებათ ხვალ. იქნება აჭარა, იქნება რაჭა, იქნება ყაზბეგი ნებისმიერ რეგიონში მოვლენ, ყველა დაცულ ტერიტორიას თუ დაუცველს აითვისებენ, ბიზნესმენები თუ გავიდათ ეს ბალდაში, აუცილებლად გაიტანენ აი ესეთ კორუფციულ საქმეებს სხვა რეგიონებშიც. და ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის ერთად დგომა და ერთმანეთის მხარდაჭერა. რომელიც კანიონს თავზე დაყვება, აღმოჩნდა, რომ როლერისთვის ან ხელი შემშლელია და ყველაფერი უნდა ჩამოირეცხოს და ჩამოვარდეს და სულ კლდე უნდა იყოს თლიანად. რაზეც ესე ძალიან ურცხვად პასუხობენ, რომ ხეხო ზევითაც არის, აქ რა დაემართება ამას. გავს ცოცხალი ორგანიზმის რობოტად გადაქცევას რაღაცნაირად, რომ ეს ცოცხალი ლამაზი მშვენიერი ბუნება რკინაბეტონით უნდა შემოსონ და ფულის წერა დააწყებიონ თითქოს მანამდე ბევრად უფრო მეტ ესე ვთქვათ სიმდიდრეს არ იძლეოდა ეს ადგილი და გვიმტკიცებენ იმას, რომ თუ ადგილი ფულს არ გაძლევს, მას არაფერი არ გააჩნია და რეალურად ეს ესე ნამდვილად არ არის. ფულზე ბევრად მეც გვაძლევდა და ზუსტად იმას გვაძლევდა, რაც 21 საუკუნეში ყველაზე მეტად ჭირდება ადამიანს. ესეთი სუროები ეკიდა ბავშვები რომ ზედ ქნაობდნენ. აი ესეთი სუროები, ესეთი კარგი. მაგას ძალიან ბევრი დრო უნდა. ძალიან დიდი ხანი უნდა რომ ის ისევ ისეთი გახდეს. ამიტომ ეხლა ჩვენი მდინარე იძახეს რომ მიშველეთ. ჩვენი ბუნება გვეუბნება რომ მიშველეთ. მდინარის გაყიდვა ეს არის ფაქტი, ახლა რომ ეს მდინარე აბაშა უნდა გაიყიდოს, ხო? ეს არის ავისე ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. ეს არის საუკუნეებით მოდებული ის სიმწვანე, რომელიც იმათმა დააკერხეს ჩვენ. ცრიანი იყო და მარგალიტებით ვეელავდა. რამოდენიმე წელი ჭირდება, ხო, რომ აი მილიმეტრით ის ხავსი და ის რომ მოსდებოდა ის სილამაზე იმას იმხელა რაღაცა გააკეთეს და რა ვიცი მართლა ლაპარაკი რო შეეზოსია ალბათ ლაპარაკი არა ალბათ ყვირილს დაიწყებდა მდინარე იმდენი ბავშვები ტირის რო ვიცი და იმდენი ბავშვი განიცდის იმ ჩახტომას იქ და ისე გულით რამდენი ნახე რო ეტირება ბავშვებს ალბათ ისიც ტირის ეტირება რომ იმასაც უხაროდა იმ ჟრიამული ის სიხარული ბავშვებთან ერთად ისიც იზიარებდა
პატარები როცა ვიყავით ხოლმე, აი ეს უფრო დაბალი წყალი სადაც იყო, იქ ჩავდიოდით ხოლმე უფრო თამამად. მე ანუ ასაკის მატებასთან ერთად სირთულეც იმატებდა. ცოტა უფრო ღრმა სადაც იყო, რომ წამოვიზარდეთ, მე იქ უფრო შევდიოდით. მე იქ გადმოსახტომი სადაც იყო, უფრო დიდები და თამამები რო გავხდით, მე იქ უფრო იქეთ გადავინაცვლეთ და მე უკვე სიღრმეში დავიწყეთ შესვლა იქეთ. უფრო მეტი სილამაზე სადაც არის. ნუ ეხლა დატყვევებული ტერიტორია სადაც არის. იქეთ. ჩემთვის სხვა სარგებელი არ არსებობს და ზუსტად ვიცი, რომ სოფლის 80%-ისთვის ამაზე დიდი სარგებელი ვერც ერთ კუპიურას ვერ მოაქვს და ვერც მოიტანს. ის არის რამაც ალბათ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. ის არის ალბათ სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ. ყველა ადამიანს აქვს ალბათ რაღაცა თავისი გონებაში, თავისი უსაფრთხო ადგილი, რომელიც შვენიერი არის მისთვის, რა თავს ყველაზე კარგად გრძნობს იმ ადგილზე, დაცულად გრძნობს, მშვიდად, გახარებულად, ბედნიერად და ეგეთი ადგილი არის, თავგადასავლების ადგილი არის და ალბათ ბავშვობა არის რა. ანუ ბავშვობაში ოღონდ არ გულისხმობ ბავშვობის წლები რომ აქვს გატარებული, აქ გულისხმობ რომ აი ადამიანისთვის, სრდასრული ადამიანისთვის ბავშვობა როგორი წმინდა და სანატრელიც არის, ზუსტად ეგეთი ადგილი არის ჩემთვის ბალდა რა. ჩვენ შეგვიძლია ერთობით ეს გავაჩეროთ.